ახლა სტუდიაში მინდა მოვიხმო ყველასთვის საყვარელი მსახიობი. ჩემი მეგობარი. გამორჩეული თუმანიშვილის თეატრის მსახიობი. ადამიანი რომლის გზაც დაიწყო დიდი ხნის წინ, საკმაოდ დიდი ხნის წინ და დაიწყო სცენის განმათებლიდან, ხო? სწორედ სცენის განმათებლად მუშაობდა გია აბესალაშვილი, რომელიც ახლა შემოგვიერთება და რომელსაც სულ რაღაც 2 დღის წინ 65 წელი შეუსრულდა და გვინდა რომ მივულოცოთ ეს თარიღი. არ გეტყობათ. აი ესეთი აპლოდისმენტები. გილოცავთ. დამსახურებული აპლოდისმენტები. მაგრამ საერთოდ არ გეტყობათ. გილოცავთ პატივცემულო. ნამდვილად არ გეტყობათ ასაკიდან, რომელიც არ არის ნამდვილად ბევრი, მაგრამ არც ცოტა. და ეს ის ასაკია, როცა შეგიძლიათ ალბათ რომ თვალი გადაალოთ გამლულ გზას და აი დღეს როგორ შეაფასებდით აი ამ გზას. ძალიან სწრაფად გავიარე ეს გზა. ესე შევაფასებ. რაიცი, ალბათ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. კიდევ. აი სად გაქვთ ეს დანაკლისის შეგრძნება ყველაზე მეტად და რატომ? ცირა პერფექციონისტი ადამიანია ეს გავითვალისწინოთ, ესე იცი, სუპერფექციონისტი, ამიტომ მეტის მოთხოვნაა ყოველთვის და აქედან მე და მე გააგრძელოს თვითონ. და კი, შეიძლებოდა საერთოდ მეტი რამის გაკეთება. მაგრამ მიზეზთა მრავალთა გამო, ნუ ხალხი არ დგება ხოლმე ესეთი. ჩვენ რო გვინდა ისე რა, ყოველ შემთხვევაში რა. მაგრამ აი რაღაც მომენტი თუ გახსენდებათ ისეთი, რომ აი ახლა გულით წდებათ, რომ აი ეს შანსი უნდა გამომეყენებინა, რაღაც შემოგთავაზეს და უარი თქვით, ან რაღაც მსგავსი და აი რაღაც ერთი რაც პირველი მოვა. აი ადრე განებივრებული ვიყავით, თქვათ აი ბევრი როლებით იყო ესე, აი ბევრი შემოთავაზება იყო ფილმებზე და რამდენიმე ფილმზე უარი მithქვავს რა. მეგრე ისთვისაც დავრჩენი ვარ, მე ისიც არ გამოსულა რა და ისიც დამიკარგია. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში ნამდვილად ვიცი რომ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, ხო ასე არის? კი, თითქმის გადაღებულიც ქონდა რაღაცები მატარაძესთან ერთად და მე მიწია ისე რომ დამიჭირეს ქუჩაში, წამიყვანეს ჯარში. ხო და ვეღარ დამიწყ. რეზო ჩხეიძე მაშებოდა ხოლმე იცავდა ასე წაყვანისგან ხან ფილმებში გამაფორმებდა ხოლმე და არ მივყავდი და მე ამოვიდათ ხო იმათაც ხელში რა ასე ქვია ფილმებიო და სტაცეს ხელი წამიყვანეს ჯარში და ის ფილმი ფაქტობრივად დავკარგე. მე ვახსენე რომ იყავით სცენის განმათებელი, თუმცა კიდევ იყავით რეკვიზიტორიც, სცენის მუშაც, ანუ დიდი გზა გაიარეთ თეატრში, ხო? ეს ყველაფერი იმისთვის გისმენთ? არა, დავალმატებ იმას, რომ ძალიან მაგრად ხატავს, რო იცოდეთ. და ყველაფერი იცის აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე და თეატრის რეკონსტრუქცია, როდესაც კეთდებოდა, ყველაფერს თავზე ადგა და მისი უდიდესი წვლილები ამაში მოვჩი. ანუ როგორც სამსახური ასე დაიწყეთ, როგორც სცენის მუშავა ან განმათებელმა ესე დაიწყეთ. მომაწყო რეზო ჩხეიძემ. ფილმში გადამიღეს იმათ რა ქვია მოხდი ქუჩიდან ამ წერილები ბამ ხო ფილმი იყო ეგეთ წერილები ბამიდან ეს იყო 1979 წელს იყო ციმბირში იღებდნენ ამ ფილმს ნია გრუზინსკაიაზე და იქიდან რომ ჩამოვედით უნივერსიტეტში ვსწავლობდი მანამდე და აღდგენილიყავი უნივერსიტეტში და იყო სტაჟი საჭირო ის ფილმის ის ჩამითვალეს რაღაცა 6 თვეს და კიდე უნდა მემუშავა და ახლა რეზოს ვიცნობდი ჩხეიძეს და იქნებ მოვა რეზო მიმიყვანა ბატონ მიშა თუმანიშვილთან და იქ არც მიშა ვიცოდი საერთოდ და არც თეატრი ვიცოდი სად იყო საერთოდ თუმანიშვილი აი ეს რომ იყავით სცენის მუშა გამნათებელი რეკვიზიტორი ჩემ მკითხვას რომ დავუბრუნეთ ამ ყველაფერს მე იმიტომ აკეთებდით ამდენი ხნის მანძილზე რომ საბოლოო ჯამში როგორც მსახიობი ისე დამდგარიყავით სცენაზე თუ მაშინ ეს გათვლა საერთოდ არ გქონდა არა მსახიობო საერთოდ არ მინდოდა მე და მაშინ აი ეს გარდამტეხი მომენტის თანდარო გარდამტეხი მე მგონი ხო ხო თვითონ ჩვენმა მსახიობებმა მირჩიეს რომ ხო აბარებო შენ და არ ვაბარებ მეთქი როგორა ბატონო მიშა ეს არ აბარებსო და რატო არ აბარებო იქნებ ჩააბარო და არ ვიცი ხა უხერხულად ჩავარდი არ მინდოდა ეს არტისტობა რა უნდა ჩავარდი იმაზეც გაგიჟდნენ რაღაც კინოში რო წავედი და მოვწდი თელ უნივერსიტეტს და უნივერსიტეტია და ხა თეატრალს არ უყურებდნენ ამ დროს რა პროფესიას ეუფლებოდით ეს იყო მატერიალ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა დაგეგმა ძლივს ვიმახსოვრებდი ამ იმას სად გამეორებაც გამიჭირდება ნამდვილად ანუ ხათრის გამო ჩააბარეთ თეატრალურში ასე გამოვიდა იქ საოცარ გარემოში მოვხდი ეს არ იყო და ძალიან მომეწონა მოკლედ რა და მოვხდი და ხუთიანი მივიღე მე მქონდა ხუთიანი ისეთი ამბით ჩავაბარე რომ რა ვიცი და მოკლედ შემორჩი ამ ტრენდე რა
ხო, ეგ ბატონი მიშასთან ურთიერთობა სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. საოცარი ადამიანი. საოცარი და პირველი როლი რა იყო მითხარი? საერთოდ რაც პირველი როლი იყო მიცვალებული ვიყავი, დაჭრილი, შემოვყავდი ურიკით, გუჯაცხერებით თითელ ბალახზე, შემოვყავდი ამ ურიკით და გავყავდი. და დუბლი მყავდა. და მაგას მახაზი უხიანზე იყო ხოლმე, ისიც ამარებდა ჩემი ჯგუფელი, ისიც შემოყავდა ურიკით და აი როგორ გაერთვის თავი ამ როლს? თავარია თვალები არ უნდა დაგეხამხავებინა მიცვალებულს. ხო, თორე შეგეთხოვოდა რომ თლავი წოლებულ არ გავსწრებს. მაყურებელში შევდიოდით იქ ისე იყო სცენა იყო შუაში და იქიდან შემოყავდა და აი დააჭრილი რაღაცა მეომარი და რაღაცა და იგორიგაზე ვეგდე ესე. და სპექტაკლი ისეთი მართლა როლი როლად რო ასეთ მდგომარეობას არ გულისხმობ ანუ ეს თქვია თან რო ხარ და თან არა ესე იქა იმას თეატრალურში ხო ალბათ თუ პირველი როლი არა იქ როლი მოგცეს პირველი ლუგზარ ბაგრატიონმა რუსკიმ დაგვაწინაურა და მოგცა ბერიკების როლი დოლზე უკრავდი მე ცეკვავდი და ის დოლზე საკრავიცოდი და დოლზე უკრავდი იმაში შუშანიკის წამებაში და იქ ბერიკა ვიყავი ერთ-ერთი და ეს უკვე წინ წასვლა იყო რა. ოპერაშიც თამაშობდით ხო იმას რაღაც ოპერაში ვთამაშობდით რა თქმა უნდა ოპერაში მიყვანა ბატონმა მიშამ და ვინდაურო თქვენო იმას აქნათო რა დონა ელვირას ძმები უნდა იყოთო. ოპერაში რაღაცა ახლა გადავხედე ჩემ მეგობარს თემური გვალია და მე და ლევანი აბაშიძე. კაცო ჩვენ არც ისე კარგად ვღეროდით. კი ვღეროდით, მაგრამ არც ისე კარგად ვღერივართ რა ხარ, რა შეგვატყვა კაცო ოპერაში მაინცა და მაინცა. ვის რა თუნდა თქვენი სიმღერა? სიმღერა იგი ფარიკაობა არისო და უნდა იფარიკაო თუ ის დონუჟუას უნდა გამოეკიდოთ და ის გაგვასრებს და მოკლედ რაღაცა და თუმცა ახლა ხედავს მაყურებელი როგორ მღერით თქვენ რეალურად და ხო აი მე მგონი ეს თავდაბლობის ამბავი იყო რო თქვით რომ კარგად ვერ მღერია. და სხვათა შორის დოლზე და ცეკვაზე ისიც უნდა ვთქვათ რომ ცოტა ხნის წინ იმედის მაყურებელმა იხილა ფილმი ამბავი დუმბაძეებისა, სადაც თქვენ თამაშობთ ზუსტად თქვენი პერსონაჟი მეზობლის ბავშვს ასწავლის ქართულ ცეკვას და დოლს და აი იქაც იყო ჩაქსოვილი ეს თქვენი წარსულის გამოცდილებიდან ელემენტები და ზოგადად არაჩვეულებრივი როლი გაქვთ და მინდა გამოვიყენო ეს შანსი რომ პირადად მოგილოცოთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ნამდვილად ამ ფილმში თქვენი როლი. ძალიან. ხო, ლევან არიცოდა რომ ცეკვავდი მე და ის აქო ცეკვას ასწავლის ეს მასწავლებელი ის რა ქვია ეს კაციო და მეთქარი ძალიან კარგი თუ ცეკვას ასწავლის მე და ვინმე უნდა მოვეყვანოთო პედაგოგიო და რაღაცა გასწავლოთო რა და ვინ უნდა მოიყვანო მე. აკავა არავის მოყვანა არ გინდა მე ვთხარი ჩვენ თო გავაკეთებთ ამას. აი როდის მიხვდი რომ აი პოპულარული გახდი შეიძლება ეს ბჭყალებში ვამბ ანუ რომ დაფასდა სცენაზე დგომის ამბავი აი რომ როლი რომელმაც მოგიტანა რაღაც წარმატება ისეთი რომ ყველა გცნობდა სიტყვაზე და რომელი სპექტაკლი ისეთი პოპულარული გავხდი პირველივე ფილმიდან იმ ხელა ბანერი გამოაკრეს კინოსტუდიის აი წარმოიდგინე მთელი კედლის ადამდა ევარვატერი პავილიონი როა მთელი პავილიონი იყო ფაქტობრივად ჩემი სურათი რა ფილმი იყო ეს წელები 19 წლის ვიყავი მაშინ და რო გამოვიარე ვიმალებოდი მეთქი რა მხელა სურათი მაშინ არ მოგიდგენია და ეს რა შეგრძნება იყო აი თავიდანვე გაგიხარდა თამაყობდით ამით თუ პირიქით ძალიან ცხენოდა ამ ხელა სურათი რო იყო მე იმ ქარში ირეოდა და რაღაცა სახეებს იღებდა ესა მე ჩამოიხა აღარ ჩამოიღეს ეს ბოლომდე და იყო ეს ჩამოფრეცილი რაღაცა ძალიან მოკრძალებული ადამიანი ბრძანდება მინდა გითხრა და არ ამბობს ხოლმე საკუთარ წარმატებაზე არ აქვს ასე სიტყვისება აქვს ხელი შემშლელი არ არის რაღაცა კარგია პოპულარობა მაგრამ რაღაცით ცოტა ისეთია რა სულ თვალსაჩინოს არეში ხარ რა ხანდახან გინდა ხოლმე ჩუბად რაღაცებს მოусმინო სადღაც მიხვიდე რაღაცა და ხა სულ წარმოიდგინე რო ვერ გადაადგილდები ხანდახან ისეთი აი იყო ვაუჩერის რეკლამები რო იყო ხო მაშინ კი ეგეც გამოცედა ხო ვერ დავდიოდი მეტროში ვერ ჩავდიოდი ვერ ამოვდიოდი იმიტომ რომ რო ამოდიოდი ჯარი მომყვებოდა რომ საწავიღოთ ეს ვაუჩერები ყველა საინტერესოა ბატონო გიავდა მოუსმოდნენ მაგრამ აი ეს თავდაბლობის მომენტი იმიტომ რომ ხო საჭიროა სადღაც თავი დაიმკვიდრო რეჟისორს საკუთარი შესაძლებლობა აჩვენო იქ კასტინგზე გახვიდა ეს თვისება საჭიროა რა მარტო ნიჭი ხანდახან არ არის საკმარისი და ეს თქვენი მოკრძალებულობა ხო არ ხევდათ უკან არა ჩვენ სხვანაირი დროში გავიზარდეთ ჩვენ არ იყო ეს ნუ სინჯებს ეძახდით ახლა კასტინგს ეძახიან ყველაფერი იცოდა სადაც უნდა მისულიყავით მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და რა თქმა უნდა
იქ ეკრანზე სხვანაირად ჩანხარს სხვათა შორის. აი ეკრანს ზოგიერთ უყვარს მაგალითად ზოგიერთ მსახიობი. ზოგიერთ სხვანაირი გამოდის იმ ეკრანზე. აი სხვადასხვა რამ არის, აი ფოტოზე მაგალითად, ფოტო სხვა არის, ეკრანი სხვა არის. იმასე დადიოდნენ, მაშინ იღებდნენ ამას ყველაფერს რა და ეხლა დღეს რომ გითხრათ სიმართლე კი არ უკადრისობთ ეხლა სადმე რო წავიდეთ, მაგრამ რაღაც იმდენი ფილმი აღარ არის 1000 ერთხელ თუ ვინმე ამაზე დაგპატიმრებს რა. იყო პერიოდი აი გააგრძელეს საქართველოს ისტორია, რაღაცა ჩართული ვიყავით რა და ისიც გაჩერდა. ხატრო დოკუმენტური ხო? ბატონო, რთული პერიოდი, ყველაზე რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში რა გახსენდებათ, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე თქვათ რთული პერიოდი, სულ ისე უყურებდით ამომის პერიოდს რაღაცა იქ და რაღაცა ერთი პერიოდი მომიწია აფხაზეთის იმ პერიოდში ყოფნა იქ ჭუბერის ამბავი. ხო, საკაინ ჭუბერზე, სადაც ბავშვები გადმოყავდა იქ 16-17 ბავშვი თასლების ჯგუფში ვიყავით, იქ მაშველები ვიყავით ამ შემთხვევაში, მე მოხალისე ვიყავი. ანუ იქ ხო ძალიან ძიმე კლიმატური პირობები იყო, სიცივე, ყინვა, თოვლი და იქ ვიყავით ადგილზე. ძალიან ცუდ დღეები გავიარეთ იქ. იქ ზალიკო ქიქოძელი, ექსოუთარაული, ბიძინა გუჯაბიძე, ციხისელი, იქ თასველები იყო, სწორედ მე რა გამოცდილება მქონდა ერთადერთი, ნუ ენერგიაზე ვიყავი და დავდიოდი თორე ისი. რასაც მეტყოდნენ, იმას ვაკეთებდი. თავარი ის გული და სული იყო, რითაც აკეთებდი ამას, რა თქმა უნდა, თანასაც შესანიშნავ ბავშვები გადმოყავდა იქ. ბავშვები ხელით, ხო, გადმოყავდათ. ზოგიერთ, იმიტომ რომ წარწერები ჰქონდათ ხელზე, ის რა ერქვა. იმიტომ რომ ზოგიერთ ვერ საუბრობდა, პატარები იყვნენ ძალიან. და რო არ დაკარგულიყვნენ რაღაცა, ამიტომ საჭირო იყო ეს წარწერა, ხო? ზოგს აღარ წავდა მშობელი და ასე. რამდენი ბავშვი ყავთ ეს გადარჩენილი? 16 გადმოვიყვანეთ. 16 ბავშვი. შეიძლება გვიყურებენ კიდეც და ვინიც ის სად არიან გაიზარდებული. ერთი ონის ერქვა. იგი ყვითელი ჭუკივით იყო დამყვებოდა იმასავით რა კუთში სულ და რა ქვია მეთქე ონის სამბობდა ონის უკმენ ამას ავოდ ხო არ ქონიათ მართან კომუნიკაცია ხო და მე უთხარი მაშინ აპარო დაცოლე არჩვილი და მეთქე ამ ბავშვს მე წავიყვან მეთქე იმიტომ რომ ეს იქ სვანებმა დაიტოვეს ბავშვები რა 5 ბავშვი დაიტოვეს საოცარი ხალი იყო მამიდა ჩემს გავდა რა ისეთი მე ხივით ხალი იყო მე 5 გავზდი აგერ რამდენი საკურენი ვიყავსო ბავშვების გაზდას რა უნდაო და იმან დაიტოვა 5 ბავშვი მე იქ კიდე ვიღაცებმა გაინაწილეს და მე ვთხარი ეს მე დამიტოვეთ მეთქი რა იმიტომ რომ ამასთან ერთად ვიყავი ფუღუროში დიდი ფუღურო იყო და იმ ფუღუროში ცხოვრობ რა ქვია ცოტნე ნაკაშიძე ჩამოვიდა მე და ცოტნე ნაკაშიძე აი გიორგის მამა და კაიო დაიტოვებოდა მე რომ მომიწია გადასვლა ჭუბერში კიდე ახალი გზის გადმოყვანა და 8 საათი უნდებოდით იქიდან გადასვლა ჩამოსვლა და რო ჩამოვედეს ბავშვი აღარ დავხვდა მე რა ეს ონისე და ნუ ხო წაიყვანესო ჯვარში წაიყვანესო ეთქობა გაანაწილეს იმ ბავშვებს და იმის მე არც მინახავს სად არის როგორ არის ხო და იქნება ონისე თუ გვიყურებს იქნება იცოდე რომ ვინ გამოგიყვანა და აი აგერ არის აქ არის ის ადამიანი ბატონო მე არ უნდა გეკითხებოდე წესით ახლა ამას, მაგრამ ერთად სცენაზეც ვდგარ ვართ და ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის განსაკუთრებით თუმანიშვილის თეატრში თამაშობდი. ესეც ძალიან დიდი ბედნიერება. როდესმე ყოფილა რომ გიფიქრია რომ ეს პროფესია არ უნდა აგერჩი. ქონია რომ ეს დაფიქრებულ ხარ ეგეთ რაღაცაზე. სხვა რამე გამეკეთები. რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე ერთი პერიოდი, აი მიშაში რაღაცა იმდენად აღარ ვიყავი ხოლმე დაკავებული და რაღაცა პერიოდი ვაფორმებდი იმას ფილმებს რა, როგორც მხატვრულად რა. ამდენიმე ფილმია გაფორმებული ესე. მიშას დროს თუმანიშვილის სპექტაკლის კი მაქვს გაფორმებული ცილინდრი. იყო ნუგზარ ბაგრატიონის ამდენიმე სპექტაკლი გავაფორმე ბოლოს უკვე ესე რაღაცა და რაღაცა უფრო ამითი დავკავდი, იმიტომ რომ ის რაღაცები აღარ მაინტერესებდა რაღაც, მაგრამ როცა გამოჩნდება რაღაცა კარგი საინტერესო როლი, რა თქმა უნდა რა. ბატონო, ალბათ არის ძალიან რთული, წარმატებული კარიერა შეუთავსო წარმატებულ და ბედნიერ პირად ცხოვრებას. თქვენ შემთხვევაში რთული იყო თუ არ იყო? რთულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ხარ სახში. ეგეთ პროფესია. კი, ცხოვრება აი თითქმის ნაკლებად გაქვს რა ადამიანს.
აი მე არ მახსოვს რომ სადმე დამესვენოს. სადმე წავსულიყავი დასასვენებლად. თუ ასე და თუ ისე. ხო, თუ სადმე მივდივართ ხოლმე ან უცხოეთში, იქაც შრომობს და რაღაცა გაზროლია ან რაღაცა. ან თუ სადმე მივდივარ გადაღებაზე, იქაც შრომა. ერთი სოფელში ჩავდივარ ხოლმე რაჭაში, იქაც შრომობს, იმიტომ რომ იმას სანამ დავალაგებ იმეზოს და იმ ხეებს დავჭრით და იმ რაღაცას ისევე და მივალაგებ სახს და მოვდივარ მე უკვე. თქვენ მეუღლის აზრი მეუღლის პოზიცია როგორია? რა ქნა, შეგუება. შეგუება ხო, რა ვიცი, ერთად ვაკეთებთ რა. თუ პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, თქვენს ინფორმაციაში იძებნება ერთი არც ისე მორიდებული და არც ისე მოკრძალებული დეტალი, როდესაც ბაკურიანში ვიღაცას ეპრანჭებოდით, ორ ქალბატონს ერთიანად და ციგით გადმოხდით ტრამპლინიდან. რა ქალბატონები იყვნენ შნოსავით დავდავდა ფილმი შნოსავით, თუ როგორ დავდავდა ეგ არ ვიცოდი რა ეს ისტორია. საქმე მოხდა ეს ამბავი, რამდენი წლის ინსტიტუტის პერიოდში. ორ ქალბატონს ერთად ეპრანჭებოდით. ერთად, იმიტომ რომ ეპრანჭებოდით, ყველას ვეპრანჭებოდით, ეხლა რა ველაპარაკია. მაგრები ვართ რა და თან იმ ქალბატონს გამოვართვი ის ციგა რა. იმისივე ციგა. ხო, იმისივე ციგა და რაღაცა ხონა გავიდა, იქ მელიების ფერმა რაღაცა იქ ცოტა პატარა ტრამპლინი, რა პატარა ტრამპლინი. გზაში მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთო. აერში? და რა მოხდა? აერში. გზაში რომ. მეთქი კიდევ გადმოხდები ვიღაცა აქედან ხტები, მეთქი მეც გადმოხდები მეთქი. ის არ მქონდა თხილამურები და ამით გადმოხდები მეთქი. კი გაკვირებული მიყურებდნენ და რო დავეში და რო მოვდივარ და აი უკვე მივხვდი რო ახტა ეს ყველაფერი აერში და რო მივხვდი რომ იქ ვეღარ ჩავალ. დაახტა როგორ იყო ეგ სად შეხვედით? აუ დაახტა იყო საშინელება რა. შეკრული მქონდა მთელი ფილტრები, ვეღარ ვისუნთქებდი და ზურგი მქონდა გამოტენილი თოვლით ასე რა. კიდე გაერბილად დავეცი. თოლში ჩავარდით და რამეზე არ დაეცით, ანუ არ მოიტეხეთ რამე. ჩამოხვედე მთელი თოვლი და გადარჩით როგორ ჩვენ. მე რომ დავდიო თელ ხალხი ესე და თვითი დაჩვენებ და ეს ის სულელია იქიდან რომ გადმოხდა. და იმ ორი ქალბატონის რეაქცია რა იყო? ეცეკ მაინტერესებს. იმ ორი ქალბატონის რეაქცია იყო დახედეს ამ ციგას, ციგა იყო ესე გაშლილი. კატეხი ციგა გაუფუჭა. ღირდა ამათ ბატონოგია. ეხლა ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ვისთან ერთად ყოფილ ხარ სცენაზე. ისეთ ადამიანებთან ხარ, რომ მოდი შენ დაიწყე ჩამოთლა. სცენაზე ცალკეა და ისეთ ადამიანებთან. საგრიმიოროდან დავიწყე. ბატონ ეროსის ანჯალაძესთან ერთად ვიყავი საგრიმიოროში. ვასო ჩხაიძე. კი ბატონო. ჩვენი ბიძია ბაბუა ცნობილი. ვანჯკა საყვარელიძე, კოტე დაუშვილი. და მე უკვე ისეთებია რომ როგორები იყვნენ ახლა საგრიმეროში მათთან ერთად ყოფნა რა ხდებოდა მერიდებოდა რომ ახლა მე რას თამაშობდი პტარი გავყავდი და გამოვყავდი ხო და რაღაცა მაგდაგვარი როლები იყო პატარ-პატარები მაშინ არც ის ვიყავი რა ქვია სტუდენტიც არ ვიყავი რა იმიტომ დამაკავეს რომ თოს უკრავდი და ბარემ დაუკრასო მე კიდე რაღაცა და ეროსი რომ ხოლმე ჩაიცვი კაცო შენ რაჭველი ხარ როდი შენ მოიკაზმები და მე კიდე აქ გრიმი მაქვს გასაკეთებელი ჯერ ჩვენ შეგვიშვებდნენ ხოლმე როგორები იყვნენ აი სცენაზე გასვლის წინ იმიტომ რომ მე მსმენია რომ მსახიობებს ჭირდებათ რაღაცა სიჩუმე სიწყნარე ნერვიულობენ ფორი აქ არის ამ მომენტში არ უყვარ თქვა საუბარი და მათ ქონდათ ეს იუმორი სცენაზე გასვლის წინ იუმორი ქონდათ ხოლმე ერთხელ ბობოქრობს ეროსი გამოვედით და რაღაცა სპირის და არახუნებს რაღაცა მეთქი როგორი გაბრაზება ცოდნია მეთქი და გაკრით ყველას აქედან აი ეს არ არის გაკეთებული ის არ არის გაკეთებული და გამოვიდა და კულის იმაში რა ქვია ფოიეში ვდგარ და თვალი ჩაგვეკა ხო არ ნაღდი დირექტორია არავის არ ეჭვმებოდა თავის ხმას იმაში თქვენ რას აკეთებთ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული რიტუალი სცენაზე გასვლის წინ რასაც აიწლებია იმეორებთ სხვადასხვა რიტუალები გვაქვს ხოლმე აი მიშას დროს იკრიბებთ ხოლმე თქვა სანთეს დავთეთ გადავაწყვეტით ერთმანეთს რაღაც მიშას თუმანიშვილის სპექტაკლებზე ახლაც ესე იმაშებით. ნუ სხვადასხვანაირი რიტუალებია თვითონ რეჟისორებს მოაქვთ ეს რიტუალები. ანუ თქვენ დღემდე ინარჩუნებთ თუმანიშვილის ჩანერგილ ტრადიციას და რიტუალს, არის საინტერესო. რაღაცა ისე ვარ თვითონ რომ აი ეს თავის აი კონცენტრაციას გაძლევს, განწყობას გაძლევს იმისი რომ მობილიზაცია გააკეთო, ვინ ხარ, სად ხარ, აი ადარც თქვი, აი ესე ქონდა გაკრული. მე, შენ, ჩვენ, აქ, ახლა რა
რაზე და როგორ. აი ყველა საინტერესოა როგორ. ხო? რაზე ვართ? რას თამაშობთ? ვინა ვართ, ხო? მე და შენ რო ვართ აქ ჩვენ შორის აი რა ხდება? რაზეა ეს ყველაფერი და თავარი არის როგორ. ყველა სხვადასხვანაირი როგორ გვაქვს. ხა აი მე ესე მოვიფიქრებ ამ როლს. შენ ცოტა სხვანაირად მოვიფიქრებ. აი ერთხელ ამასაც მოგეტყვით რომ იმაზე გასვენებაში ვართ არ მახსოვს ვისი გასვენება იყო და ბატონ მიშაც ჩვენთან ერთად არის და ნახევ ეს ბავშვიო როგორ ტირისო. იმის შვილი იყო ერთ-ერთი რომელიც ბიჭია რა და უყურებთ ახლა ჩვენ ხო ყველაფერს უყურებთ ხო იცი აუდიო ბაზარში ყველას ხელებზე ფეხებზე ვარცხნილობაზე უყურებთ იმიტომ რომ ტრენაჟია ესეთი პროფესიული ამბავს უყურებთ არ ტირის ეს ბავშვი უყურებს ზემოთ ჭადრებს და არ ტირის მეუთხარი და კარგად დააგვერდიო ნახე რამდენიერი ტირილია როგორ ტირისო ეს ბავშვიო და უყურებთ უკვე ჩვენ ვერ დავინახეთ და ბოლოს შევამჩნიეთ რომ აი აპრიალებული აქვს ეს უპეები რა და ცოტა ბიჭია და შემარაკია ერიდება რომ ცრემლები გადმოუწვიდეს და ზემოთ უყურებს ჭადრებს რომ ეს ცრემლი არ ჩამოვარდეს აი რამდენიერი ტირილია და როგორი მახვილი თვალი ქონდა მას შეამჩნია ეს ყველაფერი საინტერესო მას რო თვალი ქონდა ეგეთი თვალი მოგცა ბევრი და ყველაფერი კარგად იქნება დაწუნებული კითხავთ სასცენო პარტნიორები თეატრში და საცეკვაო სცენაც ვიკითხოთ იმიტომ რომ ფრიდონ სულაბერიძე სუხიშვილებთან ერთად ცეკვა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ხო, ეხლა ისე თქვი რომ გეგონება მარტო დოლზე უკრავდი, კაცო, გადასარევად ცეკვა და სუხიშვილებში, ეგეც მოგყვება. მასწავლებელი იყო, ასევე იყო ბეჟან სურმავა, გივი კოჯორაშვილი, რა ვიცი, ძალიან ბევრი. ომარ ხეიძე. ანუ ნაწილობრივ ის დიდი წარმატება რაც სუხიშვილებს დამდით მოცეკვებს ჰქონდათ, თქვენც ხართ გამზიარებელი ამის. ჩვენ მაშინ იმაში ვიყავით სტუდიაში და ერთი დარბაზი იყო აქ, ერთი დარბაზი ყოფდა ერთმანეთთან, ფაქტობრივად ერთად ვიყავით რა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ 65 მოგეფეროთ. გისურვოთ უამრავი როლი წინ, ბევრი წელი სცენაზე და ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ გვჭირდებით სცენაზე. ნამდვილად მე მგონი ბევრი რამ გაიგო ჩვენმა მაყურებელმა. ისეთი რაც შესაძლოა არ იცოდა ბატონი გიაშესახებ. ხო, იმიტომ რომ რაღაცები ჩვენც არ ვიცოდით. დიდი მადლობა ამ გულწრფელი ინტერვიუსთვის. პირადად რო გაიცნობენ, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად შეუყვარდებათ, იმიტომ რომ მარტო სცენაზე არის, ცხოვრებაში არის ოქროს ადამიანი. ყველაზე მაგარი ადამიანი და ყველას უყვარს ძალიან. აი ხარე, მადლობა. ჩანდა ეს ყველაფერი ჩვენს ეთერში, მე მგონი და მადლობა ამ გულთბილი და გულწრფელი ინტერვიუსთვის. წარმატებები. მადლობა. განვაგრძოთ გადაცემა.